გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მე კითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. დისიდენტ ირანელ კომპოზიტორ მეჰდი რაჯაბიანს ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა, თუმცა მისი შემოქმედება თავისუფლად მოგზაურობს დასავლეთში, სადაც დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას იწვევს. 17 სექტემბერს ციურიხში ნოიმიუნსტერის ეკლესიაში გამართულ კონცერტზე ცნობილი დირიჟორი, კომპოზიტორი და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი ანდრე ბელმონტი უნივერსიტეტის ორკესტრთან ერთად სწორედ რაჯაბიანის კომპოზიციებს შეასრულებს. რაჯაბიანი პირველად 2013 წელს დააკავეს. სამთვიანი განმარტოვებული პატიმრობის შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა 2015 წელს კვლავ დააპატიმრეს ალბომის ჩაწერისთვის. ბრალდების წარდგენის შემდეგ მისი თქმით ის თეირანის საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც 2016 წელს 40-დღიანი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც 2017 წელს პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. რაჯაბიანი კიდევ ერთხელ დააკავეს 2020 წელს, თუმცა ამჯერად არ დაუპატიმრებიათ ახალი ალბომის Middle Eastern-ის გამო. მაშინ მუსიკოს ბრალად ედებოდა პროსტიტუციის წახალისება, რადგანაც მის ალბომში ქალი ვოკალისტები მღეროდნენ, რაც ირანში აკრძალულია. დაკავებებისა და შიმშილობის ხანგრძლივმა ეფექტმა რაჯაბიანის ჯანმრთელობას მძიმე დაღი დაასვა. ჩემი სხეული და სული დაზიანდა, უთხრა მუსიკოსმა Billboard-ს 2021 წელს. წონაში 15 კილოგრამი დაიკლო, მხედველობა კი 40%-ით დააკლდა. თუმცა მუსიკოსის თქმით არ არსებობს ძალა, რომელიც მუსიკის თავისუფლებას შეაჩერებს. რაჯაბიანი Billboard-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი მუსიკა ცოცხლად შესრულდება. ცხოვრებაში არასდროს მქონია საშუალება კონცერტი მქონოდა. შორიდან მომიწევს ყურება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ისლამურ რესპუბლიკას მისი გაუქმება არ შეუძლია, ისე როგორც ამას ირანში აკეთებს, ამბობს კომპოზიტორი. Depeche Mode სრულმეტრაჟიან ფილმს აანონსებს, რომელიც Memento Mori's ტურნეს ფარგლებში მეხიკოში ჯგუფის გრანდიოზულ 2023 წლის კონცერტებს ასახავს. ფილმ Depeche Mode-ის რეჟისორი მექსიკელი კინორეჟისორი ფერნანდო ფრიასია, რომელიც ცნობილია ფილმებით I'm No Longer Here და Don't Expect Anyone to Believe. Depeche Mode-ის გამოსვლა კი წლის ბოლოს იგეგმება. პრეს-რელიზის მიხედვით ეს იქნება ექსპრესიული და დინამიკური კინოფილმი, რომელიც მაყურებელს ბენდის მუსიკალურ მოგზაურობას აზიარებს. ფილმი 200,000 მექსიკელი გულშემატკივრის ბენდთან ემოციურ კავშირებზე მოგვითხრობს. ფილმში მეხიკოს ფოროსოლის სტადიონზე ჩატარებული 3 მასშტაბური კონცერტის კადრები იქნება შესული, რომელიც 2023 წლის სექტემბერში გაიმართა. ლეგენდარულმა ინდი-როკ ჯგუფმა Arcade Fire მომავალი ალბომის გამოსვლა დაანონსა, რომლის სახელწოდებაც Pink Elephant იქნება. ამასთან ბენდმა ახალი სინგლი Year of the Snake გააზიარა, რომელიც ალბომის პირველი ოფიციალური ჩანაწერია. Arcade Fire-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი გაზაფხულზე გამოვა. მასში 10 სიმღერა შედის, რომლებიც New Orleans-ში Good News ხმის ჩამწერ სტუდიაშია ჩაწერილი. პროექტი აღწერილია როგორც მისტიკური პანკი, რომლის მოსმენისას მსმენელი ხმოვან ოდისეაში იმოგზაურებს. ალბომის ძირითადი თემებია სინათლე და სიბნელე, შინაგანი სილამაზე და ინდივიდუალური აღქმები. ალბომის სახელი Pink Elephant ფსიქოლოგიური პარადოქსის ალეგორიაა, როცა ფიქრის ნაკადის შეჩერებას ცდილობ და ეს მცდელობა კვლავ ფიქრების ნაკადად იქცევა. იგივე პრინციპია ცნობილ ფრაზაში ნუ იფიქრებ ვარდისფერ სპილოზე, როცა ძალაუნებურად სწორედ მასზე ფიქრობ. როგორც Arcade Fire-ის Instagram პოსტში აღნიშნული, ალბომი Pink Elephant 9 მაისს გამოვა. ჯგუფმა ასევე გაავრცელა ალბომის გარეკანიც. 27 აპრილს და 4, 11, 15, 18, 24, 25 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მეათე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა. ფესტივალის გამხსნელი სეზონი მაესტრო ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებას აერთიანებს. წლები აღონისიებასთან ასოცირდებიან ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავები, როგორებიც არიან The Manhattan Transfer, New York Voice, Take 6, Ivan Lindsay, Bob James, Petty Austin, The Real Group, Didi Bridgewater, Januska Ensemble, Paula Morelenbaumi, Paquito Derivera, Kurt Ellingi, Angelique Kidjo და სხვები. პროექტის მიზანია მაღალი ხარისხის მუსიკალური გამოცდილება შესთავაზოს აუდიტორიას და ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციას. ელტონ ჯონის შიდსის ფონდი ცდილობს მსოფლიოს დაანახოს თუ რას ნიშნავს რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აივ ინფექციისა და შიდსის დიაგნოზი აქვთ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ თავის ტერიტორიაზე აკრძალა ელტონ ჯონის მიერ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ფონდები, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები მათი სერვისებით ვეღარ ისარგებლებენ. ორგანიზაციებს რუსეთის პროკურატურამ არასასურველი უწოდა. სამთავრობო აკრძალვის პასუხად ელტონ ჯონის ფონდმა Billboard-ს ოფიციალური
განცხადება გაუზიარა. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება უდავოდ საფრთხეში ჩააყენებს HIV ინფექციის მქონე პირების სიცოცხლეს. იმ დროში, როცა გვაქვს ინსტრუმენტები და ცოდნა HIV ინფექციის დასამარცხებლად, სამწუხაროა, რომ ამის საშუალება არ გვეძლება, ნათქვამია განცხადებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუსიკოსი წუხილს გამოთქვამს რუსეთში LGBTQ თემის მდგომარეობაზე. 2019 წელს ელტონ ჯონმა ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ის რუსეთის ლიდერის თვალთმაქცობას აკრიტიკებდა. თითქოს LGBTQ პირებზე ზრუნავდა, პარალელურად კი მათ წინააღმდეგ კანონებს იღებდა. დღეს Billboard საქართველოს გაგაცნობ თორნიკე გველესიანს, მუსიკალურ პროდიუსერს და აუდიო ინჟინერს, რომლის ხელწერა თანამედროვე ქართული მუსიკის არაერთ ნამუშევარში იგრძნობა. გამარჯობა, მე ვარ თორნიკე გველესიანი, მუსიკის პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი. პირველი შეხება ჩემი მუსიკასთან იყო 7 წლიდან სიმღერა ხალხურ ანსამბლში გეორგიკა. პოლიფონიური სიმღერა ყველაზე კარგი ყურის ვარჯიში არის. აუდიო ინჟინერის სწავლა გადავწყვიტე 16-17 წელს რო ვიყავი, როცა უკვე FL Studio გადმოვწერე კატეხილი კომპიუტერში. მაგრამ რა ვიცოდი, სადმე სწავლა, სულ შემთხვევით აღმოვაჩინე კვაჯი, რომელსაც ჯერ არ ყავდა მოსწავლეები და მე ვიყავი მისი პირველი მოსწავლე. პატარა სტუდია ჰქონდა სახლში და იქ დავდიოდი მასთან. მე თავისთან ერთად წამიყვანა კვაჯიმ კინოსტუდიაში სამუშაოდ. და დავიწყე მუშაობა როგორც ხმის რეჟისორმა კინოსტუდიაში. გავაკეთეთ ძალიან ბევრი ორკესტრის ჩანაწერი. ჯანსუღ კახეთის ორკესტრთან, სახელმწიფო ორკესტრთან, სადაც გავიცანი ნიკოლოზ რაჭველი, ყველა ქართველი ორკესტრანტი, კლასიკური მუსიკოსები. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო მიშასთან ერთად მუშაობა თვითონ, იმიტომ რომ მიშა ძალიან დიდი პროფესიონალი არის. და მისგან ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაც უკვე მუსიკასთან და აუდიო ინჟინერიასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე მიმუშავია ჩემი კარიერის განმავლობაში. სტუდიური სამუშაო და კონცერტები ერთმანეთისგან რა თქმა უნდა განსხვავდება. ბევრი საერთოც აქვთ და მაგრამ მაინც სხვადასხვა სპეციფიკა არის და ორივე საინტერესო არის ჩემთვის. Bedford Falls-თან მუშაობა ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი არის ჩემი კარიერის. 2022 წელს დავიწყეთ ალბომი Lindes გეთება ერთად, რომელიც 2023 წელს გამოვიდა. ამის მერე გვქონდა 2 ტური ერთად ევროპაში. თავს ძალიან იყვნენ აქვთვი რომ იმუშავე ერთ-ერთ ჩემი ყველა დროის უსაყვარლეს არტისტთან, Black Dynamite-თან, Mike Mitchell-ი, რომელიც არის ბექა გოჩეშვილის დრამერი და მისგან გავიცანი. ბექასთან ერთად უკვე ბევრჯერ ჩამიწერია სტუდიაში და მისი ბოლო ალბომიდან 2 სიმღერა არის ჩემი ჩაწერილი, კიდევ ერთი სინგლია მის გარდა. ლაივებზე გვითანაშრომლია ბევრჯერ. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის ყოველთვის. Black Dynamite მაიკი აღმოვაჩინე ჯონ პეპისგან, რომელიც ჩემო მეგობარმა მომასმენინა და მაიკი უკრავს დრამზე მათთან. სახში უსმენდით მე და მიშა ურუშაძე, რომელიც ასევე პროდიუსერი და მუსიკოსი არის ჩემი მეგობარი. პირველი მოსმენიდან შემიყვარდა ჯონ პეპის მუსიკა. 15 წუთში ამასმენიდან ბექა მოვიდა ისევ სტუმრად ჩვენთან გოჩიაშვილი, მოვასმენეთ მასაც. და ბექა თქვა რომ ძალიან მაგარი არისო, მაგრამ ჩემი დრამერი ბევრად მაგარი არისო. და წავიდა სახში გაუგზავნა თავის დრამერს მაიკს ეს ვიდეო. და მაიკმა უთხრა რომ ესეც მე ვარო. ხო, ამობიდან 2 კვირის მერე მაიკი წინ მივიდა სტუდიაში, ბექასთან ერთად დასაკრავად ჩამოვიდა და ბედნიერად ხსნობდა თავს. ახლის წინ დავამთავრეთ მუშაობა Crimson-ის ალბომზე, რომელიც სექტემბერში გამოვა, სადაც უფრო აუდიო ინჟინერის როლი მაქვს და ცოტა კოპროდიუსერისაც. ეხლა მუშაობ ბექა გოჩიაშვილის ალბომზე, სადაც პროდიუსერი და ინჟინერიც ვარ. და ძალიან საინტერესო და კარგი გამოდის. ქართული მუსიკის მომავალს ძალიან დაიმეტებით ვუყურებ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი საინტერესო ნიჭიერი არტისტი არის, რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ ბევრი გამომჟღავნებელი ნიჭების გამომჟღავნება. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/gza შეგიძლიათ გაიცნოთ. ასევე არ დაგავიწყეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.